ესეთი რამე მე ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს. აი ესეთი მატლი. ესე უფრო ნაკლებად საზღარი იქნება გემოთ. ჩამოღმერთე. საწოდაობაა ესე ადამიანები ესე არ უნდა ცხოვრობდნენ. ახეთ რა ხალხები დაიჭი. მაგარია ბანგკოკი. ჩამოდით ბანგკოკში. არინადი. მოკლედ ესეც ჩემი პირველი დღე ბანგკოკში. ეხლა გამოვედი სასტუმროდან და მივდივარ ჩაინათაუნში. დღეს მაქვს ესეთი გეგმა, რომ ჩაინათაუნში უნდა ვიყო საღამომდე, დიდი უბანია საკმაოდ დასათვალიერებლად. მერე უკვე საღამოს ავიდეთ ბანგკოკის ყველაზე ცნობილ ქუჩაზე. ეს ქუჩა არის ცნობილი თავისი ღამის ცხოვრებით. და მინდა დაგათვალიერებინოთ ეგ ქუჩაც. ასე რომ წავედით ეხლა და გზაში ყველაფერს დაგათვალიერებინებთ. აი ეს ადგილზეა ჩემი სასტუმრო. როგორც ვიცი, ბანგკოკს ეძახიან აზიის ვენეციასაც, აი ამ არხების გამო. ეს არხები არის ერთ-ერთი საშუალება ქალაქში სამოძრაოდ, როგორც მაგალითად ავტობუსი ან ტაქსი ან რამე ეგეთი. აი ამაზე ვამბობდი, ნახეთ, ესეთი ნავებია და ამ ნავებით აი ესე დადიან ექსკურსიებსაც აწყობენ, ან უბრალოდ შეგიძლიათ ქალაქის ერთი ნაწილიდან მეორეში მოხვდეთ აი ესეთი ნავებით. გაჩერებებია, მაღაზიებია. აი აქეთ კი ესეთი ფერადი სახლები გვაქვს. აი ესეთი ქალაქები რა, ესეთი ნაწილი ქალაქის, ესეთი კვარტლები ქალაქების ძალიან მიყვარს. ბევრი რამეა სანახავი და თვალი ძალიან ერთობა. აი ნახეთ ახლა ეს სახლები და უკანვე ნახეთ ახალი აშენებული სახლები. ადგილობრივებისთვის ვინც ცხოვრობს ბევრად კომფორტულია, მაგრამ დასათვალიერებლად აი ეს სახლები მირჩენია. ჯერჯერობით რასაც ვამჩნევ, ქალაქი არ არის დაბინძურებული, აი გულისხმობ არა მარტო ნაგავს, აი თვითონ ჰაერი არ არის დაბინძურებული. რაც უჩვეულოა აზიური ქალაქებისთვის, მით უმეტეს ამ ხელა ქალაქისთვის. ერთი მინდა დავამატოს საშინლად ცხელა. ეხა 1-35 გრადუსი მაინც იქნება. როგორც საუნაში ესე გუზნოფ ეხა თავს აქ. მაგარი სიცხეა თან ტენიანი. ნუ წყალი კამკამა არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სუნი არ იგრძნობა. აი ესეთი არხებით არის სავსე ბანგკოკი. აი, ფერზაობენ ადგილობრივები. Is it fish? Fish? Yeah? Yeah. სამწუხაროდ ბევრი უსახლკაროა ძალიან ქალაქში. აი ეს ჩვენი ჩინური კვარტალი. რო გითხრათ ეხლა რომ აი ძალიან ძველ რაღაც ქოხმახებს ან რაღაც ეგეთს ველოდი არას იმას ეგეთხთ. აი ესეთი იქნებოდა ძველი ბანგკოკი. თავიდან სათავიდანების აშენებამდე. ესეთი სახლები. რაღაცა საგროვები. სასტუმროებს რაც შეეხება, არც ისე იაფებია რა სასტუმროები. დაახლოებით იწყება $25-დან ესე პატარა სასტუმროები. ისეთი რა ჩვეულებრივი და სუფთა კონდიციებში. ყოველ შემთხვევაში ამ ორი სასტუმრო რაც მე ვნახე ახლა, არც ერთი არ იყო ბინძურიან რა. მეორე საშუალება არის, რომ ქალაქში როცა მოძრაობთ, ნახავთ რომ აწერია ქირავდება ოთახები. აპარტ ჰოტელებივით არის დაახლოებით. საკმაოდ იაფებია და ეგენი შეგიძლიათ იქირავოთ. აი ხა მაგალითად მე ვიქირავე ეგეთი. ნახეთ რა კარგი კონტრასტია, ტრანსფორმერი და ძველი ჩინური სახლი. აი ესეთი ამბები ხდება ჩვენს ჩაინათაუნში. ალბათ ადრე რა, 50 წლის უკან აი ესეთი სახლები იქნებოდა ალბათ სრულყალა, როგორიც აი ეს ლურჯი სახლი და აი ეს მეტალი სახლი. ტუკტუკია ყველაზე კარგი საშუალება ქალაქში სიარულის. ყველაზე იაფი. ნუ ერთ-ერთი იაფი რა. ნახეთ რა მაგარი სახლებია. ეს ზევით საცხოვრებელი სახლებია, ქვევით მაღაზიები, სახელოსნოები. იტალიაში მინახავს ბევრი ესეთი ხის დარაბები. ნუ ესეთი არა, მაგრამ ზოგადად ხის დარაბები. სიცხისგან არის ძალიან კარგი დამცავი. ელექტროგაყვანილობები აქაც, ნუ მთლად ბანგლადეში ვით არ არის, მაგრამ აქაც მაგარ დღეშია, ნახეთ ამდენი ხაზი გადის. ამოდით შევიდეთ აბაიდე. Sorry. ამოდით აბა შევიხედოთ აქ რა ხდება. აი ესეთი ბუდისტური ტაძარია. დაახლოებით 90% ტაილანდელების არის ბუდისტი. აი ესეთი უამრავი ტაძარია აქ. თითქმის ყოველი ფეხის ნაბიჯი. ნახეთ რა მაგარი. აი ესე აივანზე რო პირდაპირ ესეთი გაყვანილობები და ნახეთ აი აივანია. ადამიანების ცხოვრება. და წინ აი ესეთი გაყვანილობები. ან თეთრი როგორ არ უჩნდება, აი ტრანსფორმატორი უნდა იყოს, ან შეიძლება მეშლება არ ვიცი. აი ეგეთი მანქანის სახელოსნოა, სადაც ძრავები აქვს ნაშთები.
ესეთი ძველი მანქანაც არის აქ. Mazda ყოფილი. Წამოდით აბა ჩავიაროთ ამ ქუჩაზე ნახოთ რა ხდება. ოი როგორ მიყვარს ეს გაყვანილობები. ესეთი ელექტროგაყვანილობები სადაც არის, ის ქალაქები საინტერესოა. ტურისტებიც ბევრი არიან სხვათა შორის და სასტუმროში მითხრეს, რომ ეხლა არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სეზონი. ნოემბრიდან მარტის ჩათვლითო ესე მითხრეს. ხსნა უფრო მაგრა დავიჭრის ახლა. და რატო არ ხმარობ დამცავ კრემს? წარმოდგენა არ აქვს. 1:15 წუთია, 20 წუთი უკვე მოვდივარ და ერთი სანაგვევერი ვნახე რომ ესენი ჩავაგდო. თუმცა ქუჩები არ არის სანაგვიანებული, მაგრამ სანაგვეები არსად ჩანს. წამოეხა გავიდეთ და ვნახოთ სადმე რამე საჭმელი. რა თქმა უნდა ქუჩის საკვები ან რამე ესე პატარა რესტორანიც არა, რამე ისე სადაც ჩამოვჯდები და შევჭამ რამე ადგილობრივს. გავიდეთ ახლა ამ ბაზრიდან, ეს არ არის საინტერესო ბაზარი. არ მინდა რომ მოსაწყენი გამომივიდეს ვიდეო. მაგრამ აი ისე მომწონს ახლა ეს ჩინური უბანი. აი ვიწრო ქუჩებით ისეთი ლამაზია ეს უბანი, რომ აი მაგალითად აი ესე ნახე. აი წამოეხა და გაგატარეთ და გაჩვენეთ ახლა. აი ესე დაიკარგებით ახლა ამ ვიწრო ქუჩებში რომ ვერც გაიგებთ. GPS-ით თუ არ იხმარეთ, ვერც გააგნებთ გარეთ. ნუ თუ კარგი ორიენტაცია არ გაქვთ. აი ესეთი პატარ-პატარა სახლებია, ისმის ახლა ხმარო შიგნით ხალხი არის. კეთობა მთავარია, ხარ შევიდეთ სადმე. სარეცხი გაფენილი. აი პატარა ჯიხურია, ბებო ვაჭრობს. წარმომიდგენი ახლა აქ ერთი 50 წლის უკან რა აურზაური იყო. აქ სულ სავაჭრო ობიექტები იქნებოდა როგორც ეს არის, მაგრამ სულ სხვა გარემოთი. ეს ძირითადად ესე ჩამოსულები მოდიან აქ. თან ჩინური ახალი წელია ახლოს და ბევრი ჩინელია ჩამოსული. როცა აქ ხართ ადგილზე ტაილანდში. მაშინ საკმაოდ მარტივია გარჩევა ჩინელების და ტაილანდელების. საქართველოში ცოტა მიჭირს ხოლმე. ჯერჯერობით ვერ ვნახე რამე ისეთი ადგილი, სადაც დავჯდები და რამეს შევჭამა. ესეთი უფრო ესეთი სანაყინეებია და დავიცი ვიწვენებია, ეს პატარა ბარებივით არის. აი დავახორდავ ახლა ფული. $1 არის დაახლოებით 30 ბატი. 1 ლარი არის დაახლოებით 11 ბატი. ევრო დავახორდავ ახლა და 35 ბატი მომცეს 1 ევროში. დახორდავების დროს შეგავსებინებენ ყველაფერს. ჭირდებათ რამე ID ბარათი ან პასპორტი, მერე უნდა შეავსოთ მისამართი, ტელეფონის ნომერი, 1-7 საბუთზე ხელი უნდა მოაწეროთ. მოკლედ 1-20 წუთი გჭირდებათ ყველაფერი ამისთვის. ნუ ამ თავარ ქუჩაზე ჩაინათაუნის საკმაოდ ისეთი ქაოსია. მაური ბევრი მანქანა, ბევრი ხალხი. აი ესეთი სასადილოებია, მაგრამ სულ სავსეა. ვერ დაჯდები იმენ ხალხი. ტურისტები, ადგილობრივები. ბევრი ტურისტია ძალიან და ალბათ ამ ჩინური ახალი წლის გამო როგორც. ის მეორე მხრიდან კარგი რესტორანი დავლამდე. წამოდით ახლა და მივიდეთ დავჯდები ცოტა ხანი. იმიტომ რომ ძირითადად არის ესე ქუჩაზე შესფეხზე რო ჭამო რა. კი კარგია, მაგრამ ეგ საღამოს ჯობია, როცა სიგრილეა. ეხლა წამოსადმე დავჯდეთ ცოტა ხანი დავისვენოთ, თორე ჯოჯოხეთ ურად ცხელა გარეთ. წამოდით აბა შევიდეთ აი ეს ორი რესტორანი დავინახე. მედი ადგილი არის. Do you have a place for one person? What? Do you have a place for one person? Yes, Yeah? you can sit upstairs. Upstairs? Thank you. You can sit in the Okay. აი ესეთი რაღაც შევუკვეთ ახლა მეგობრებო, ნუდლსი კრევეტებით. ნახოთ აბა როგორია. ეხლა ბევრად აღარ შეგაწყენთ რა, თავს უბრალოდ გავსინჯავ. გეტყვით როგორია და მე ისევ დავბრუნდეთ ჩვენ ჩინურ კვარტალში. ახეთ ჭხირებით ჭამა შემიწირავს რა. რო გითხრათ ახლა რაღაც გადასარევი არა, მაგრამ გემრიელია. წავედით ახლა შევალისებ ჩინური კვარტლის ვიწრო ქუჩებში. და ნახოთ თუ რამეს ნახავთ საინტერესოს კიდე. აი ნახეთ რა ხდება ტუკტუკებზე. აი ესე ერთობა ჩვენი ევროპელი დამსვენებელი. ეს ერთი ჯგუფი აი წამოიჭ შევიდეთ ახლა. აბა გადავიდეთ თუ დაგვითმობენ. აჰა, წიფელია რა. აინდა მაინც არც აქ არ უყვართ ძღოლებს წესების დაცვა, თუმცა გატარებენ. ადგილობრივი თევზიც. კარგად დიდი თევზებია. ყველგან წყალი აქვთ ახლა ამადა. დინარეები, ზღვები რა, ყველაფერი აქ არის. აი ეს ჩვენი სტრიტ ფუდი.
აქ ეხა კარგი იქნება რა ჭამა, მაგრამ როგორც გითხარით, მაგრაც ხელად. ესე გარეთ დაჯდომა არის სიკვდილია. აი ესე ძასაკვები ნახეთ, ეს ლობიო, ეს სიმართლე გითხრათ არ ვიცი რა. ესეც რაღაც გოსტნეულია, ხორცი, საქონელს გავს, თევზი. კაც თევზი. ეს არ ვიცი რა. მოკლედ წავალ ახლა ხალხონელნელა სასტუმროსკენ, ძალიან დაცხა რა და გარეთ აი შეუძლებელია გაჩერება. საღამოს წაგიყვანთ ბანგკოკის იმ ქუჩაზე, სადაც მთელი ბანგკოკი მოდის. ასე რომ ვიდეოს მეორე ნაწილი საკმაოდ საინტერესო გელოდებათ. როგორც იქნა მოსაღამოდა და აგრილდა კიდეც, ამიტომ ახლა წავიდეთ და გაჩვენებთ ღამის ბანგკოკს. როგორც მივხვდი ეს ადგილი სადაც მივდივარ ახლა, არის დაახლოებით ჩვენებური თბილისში რო შარდენია დაახლოებით ეგეთი ადგილია. სუპერ ტურისტული იქნება დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ თუ Google-ში იძებნება ინფორმაცია, შესაბამისად ტურისტებიც ნახავენ. როგორც აღწერაში იყო, ისეთი ადგილია, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო, თუ ბანგკოკში ხარ ჩამოსული. შესაბამისად წავიდეთ და ვნახოთ. როგორც თილი თქვი, საკმაოდ ბევრი უსახლკაროა ქალაქში, აი ნახეთ ახლა. აქ რა ხდება? არ ამგონი ამ ადამიანებს ახლა სახლები ქონდეთ, თორე აქ არ იქნებოდნენ. საწოდაობა ადამიანები ესე არ უნდა ცხოვრობდნენ. ეხლა ყველა ჩვენ მივდივართ გასართობად, აი წინ თუ ხედავთ ახალგაზრდებიც მიდიან, ეს ადამიანები კი მთელ ღამეს ახლა გაატარებენ. ნუ სიცივე არ არის, სითბოა. სითბო კი არა ცხელა დაახლოებით 30 გრადუსია, მაგრამ ქუჩაში ძილი მაინც ძნელია. შეიძლება ყველა არ არის ახლა აქედან უსახკარო, იმიტომ რომ გაჩერება და ვინახე ახლა ავტობუსს და შეიძლება გაჩერებაზე ელოდებიან უბრალოდ ავტობუსს. მაგრამ მაინც რაღაც ნაწილი ისია მოკალათებული აქ, რომ მე ეჭვება ისინი სადმე მიდიოდნენ. აი მაგალითად როგორც ეს ბატონი ახლა. აი ესეთი რაღაცები მოქმედებს ხოლმე როცა მოგზაურობ რა. მე ვფიქრობ, რაზე ნერვიულობ შენ და რაზე ნერვიულობენ ისინი. მე შენი პრობლემები სისულელად გეჩვენება. აქ მოვდიოდი ახლა და დავინახე ადგილობრივი მეთევზეები. ერთი აქ არის, ერთიც აქ არის. და ნახეთ რა მხოლოდ თევზი ყავთ დაჭერილი. აი პირდაპირ იმ სახლის კედლის ძირში აგდებენ ანკესებს ახლა რასაც უყურებ რა და მე მგონი იმიტომ რომ იქიდან კანალიზაცია ან საკვები ნარჩენები ან რაღაც ეგეც ყრიან და როგორც ჩანს იქ თევზი მიჩვეულია. მოდი ახლა ცოტა ხანი დაველოდები და ნახოთ თუ რამეს დაიჭერენ, გადავიღებ და გაჩვენებთ. აი ესეთი არხებით არის სავსე მთელი ბანგკოკი. რა მაგარია ხა ეს ადგილზე რო სახლი გაქვს. გამოხვალ აივანზე და ითევზავებ. ეს მე და ჩემი მამიდაშვილის ოცნება ალბათ ესეთი სახლი. აბა ნახოთ რა სამსეს ბიჭი. აი მე მგონი რაღაც დაიჭირა ვნახოთ აბა. კარგად კი დაარტყა, ვერ მოვასწარე სამწუხაროდ გადაღება დარტყმის. აი კარგი დიდი ჩანს, ნუ პატარა არ არის ყოველ შემთხვევაში. აი ოპა. ნახეთ რა მხოლოდ თევზი დაიჭირა. ეს ის თევზია წეღა რო გადავიღე. აი ეს ადგილზე მოვხვდით ახლა. ამ ადგილზე გეუნებოდით ზუსტად რომ აქ მოდის უყველა თქო. საოსია ევროპელი ტურისტებით. ნუ არა მარტო ევროპელი, ადგილობრივებიც დადიან. ადგილობრივებსაც ხედავ ყოველ შემთხვევაში. ჯერჯერობით არ ჩანს რამე ისეთი და ხმამაღალი მუსიკა ან რამე ეგეთია, ესეთი წყნარი ბარებია. აი ნახეთ ეს ხალხი ზის, წყნარად სვამს, ეწევა, იმიტომ რომ მაგარი მოსაწევის სუნია ხა აქ. ნუ დიდი უბანია რა, ესეთი კვარტალია რაღაც ესე რესტორნების და ბარების. მოკლედ ახლა მაქსიმალურად ნაკლები მე ვიქნები და მეტად დაგათვალიერებინებთ რა ხდება საერთოდ გარშემო. აქ ბრეიკდანსია. აი ნახეთ. ახლა გაკეთე. აი, წავედით გავაგრძელეთ. ნახეთ აი რა ვნახე. ნახეთ ტაილანდში რა იყიდება. I'm coming from Georgia. Georgia, eh? Yeah. Okay. აი მასაჟის ცენტრებიც. ძირითადად სულ ევროპელი ტურისტები იკეთებენ ამ მასაჟებს. აქ პატარა რესტორანია ღია ცის ქვეშ. აი ესე წყნარად ხალხი ზის.
და ლუდ სვამს. ძალიან ბევრი ევროპელია, რასაც ხედავ. ნუ ევროპელები, ამერიკელები, ძალიან სავსეა ხა ეს რესტორნები ევროპელი ტურისტებით. აქეთ უფრო ხალხმრავლობაა, ნახეთ რამდენი ხალხია. აი ეგ რაღაც ბარია. აი ეს ღია ცის ქვეშ და ყველა სვამს. აი იქიდან ახლა წინ და ქუჩის ბოლოდან ხმამაღალი მუსიკის ხმა მოდის. როგორც ჩანს ეს შედარებით წყნარი მხარეა. წამოეხა იქით გადავიდეთ და იქით ნახოთ რა ხდება. ო, მორიელები. მოდი აბა გავსინჯეთ. არასოდეს არ მიჭამე. აი ესენი ნახეთ რა. So I don't want one spoon, just one of this, and one of this. Ani mai, ani. This one too, Yeah. and the snake too. Sir, I tell scorpion 150. Any fee for you? Yeah, snake, Okay. snake, Yeah, snake too. snake 400 man. Snake for you, last. No, it's expensive. I will give you 200. It's 300. და ეს ერთი ბაყაყია, ერთი გველი, რამდენიმე მატლი. What is that? Soya. little Soya? good, yeah. Okay. And pepper, really good. Okay. აი ნახეთ ხალხო, ახლა ესენ უნდა გავსინჯო. გველი, ბაყაყი, და ეს მორიელი და ეს რაღაც მწერები აზრზე არავარეები. ზევიდან მომისხა სოიო და პერიცა. ესე უფრო ნაკლებად საზღარი იქნება გემოთი. კარგი, პირველი ავიღოთ ეს ესეთი პატარა მატლია. Siwa. Venga, venga. A huevo. Spicy? With the soya it's good because you feel just soya. Good luck, my friend. Thank you. ეხლა გადავიდეთ ბაყაყზე. აი ესეთი ბაყაყი გვაქვს. აბა ნახოთ ბაყაყი. ერთად ჩამ. ხავი არ მინდა შევჭამ. სუძულებია. თევზის გემო აქვს. მაგრამ ცუდი არ არის რა, ესეთ საზღარი საჭმელიან რამე არ არის. მაგარია, შემწვარია და უფრო ზეთის გემო აქვს. აბა ეს გავსინჯოთ ახლა აი. აი ესეთი მატლი. მერტი ჩა. ცოტა მწარეა. ყოველ შემთხვევაში შიგნით რბილი არ არის და როგორც შემწვარ, აი რაც შევადარო პატარა თევზს ან რამე ეგეც ჭამთ, აი ეგეთი შესაჭმელი არა. აი ეს ხოჭოები, ახლა ერთი ეს ხოჭო გავსინჯოთ. ხოჭოა თუ არ ვიცი რაც არის. აბა წავიდა. რეებს ჩამოღმერთა. ნუ რო გითხრათ, სიმართლე ასეთი ცუდი საჭმელი არ არის რა. რამე საზღარი გემო ან რამე ეგეთი არ აქვს. უბრალოდ რო ხედავთ, მე არის ცუდი შეგრძნება რომ უნდა შეჭამოთ. კარგით. ახლა გავსინჯოთ მორიელი. Excuse me, how I have to eat this? Everything. Everything? Yeah. Right? ცუდი გემო აქვს. სულ რაღაც ძვალია, მეტი არაფერი. მედი არ მოვიწამლებ. აბა. საწელი ვნახოთ. საშინელება. ბოლო არის გველი. გველი არასოდეს მიჭამია. აბა ეხა გავსინჯოთ. გველი არ ამგონია რომ რამე პრობლემა იყოს. ეხა გველს ბევრ ქვეყანაში ჭამენ და. აი ეს ხოჭოები და რაღაცა კი მართლა საშინლად გამოიყურება. ერთად ჩემო რა მაგარი. ვერ მოკვი ჩემენ ეს მაგარი. თული საჭმელია რა, მაგარია რაღაც აი ვერ ჩაკბეჭავ და თანაფრის გემო არ აქვს. ამ ნაწილზე ჯობია რომ საჭმელი არ ჭამოთ. Thank you sir. Okay.
მოკლედ ვერასოდეს ვერ წარმომედგინა რომ ესეთ რაღაცებს შევჭამდია. მაგრამ დამაინტერესა. თან არ აქვს ყოველდღე ამის საშუალება ადამიანს რომ ესეთი რამე გასინჯო, ესეთი გამოცდილება მიიღო რა. მოკლედ წავედით ახლა გავაგრძელეთ დათვალიერება და გაჩვენებთ რა ხდება აქ ღამე. всё, მორჩა ახლა საზღვრობების ჭამები. უბრალოდ ნახეთ როგორ ერთობა აქ ხალხი. აი კეთა წარე რაღაც ქუჩის ხვება. ეს ლერწამი ვიცით კბილი დასალევია. დავავისუნა მასაჟი. ეს არის ფასები მასაჟის. 10-ზე გაყავით და მიიღებთ ლარს. მოიცათ რაღაცა საინტერესო შემომესა. აი ესეთ ბარებში, სადაც ცოცხალი მუსიკაა, თითქმის არ არის ადგილი დასაჯდომი. აი ესე ერთობიან მეგობრებო ბანგკოკში. აი ეგეთ ადამიანები მასაჟს იკეთებენ, ისვენებენ, იქით როკ მუსიკას უკრავენ. არ ვიცი ახლა ჩემი ხმა რამდენად გესმით. ისეთი ხმაური აქვს, ჩემი საკუთარი ხმაც კი არ მესმის. ეს რაღაც კლუბი უნდა იყოს. აი ესეთი მუსიკის ფონზე როგორ შეუძლიათ ფეხის მასაჟი გაიგეთონ, მე ვერ ვხვდები. მასაჟი ხო დასვენებისთვის არის და აქ ესე დასასვენებლად ვერ დაისვენა. აქ უნდა დალიო, გაერთო, იცეკო, არ ვიცი, თუ მოსაწევს ეწევით მოწიო. ეს უკვე შედარებით აი ესეთი წყნარი დასაჯდომი ადგილია, სადაც შეგიძლიათ რამე ადგილობრივი ჭამოთ. აი აქეთაც ქუჩის საკვებია, სულ წამოჩამოვაროთ ახლა და ვნახოთ რა ხდება აქ. აქ რაღაც ეს ბლინჩიკები ვით არის. კვერცხი. ეს რა არის? წყლის კვერცხია მე მგონი. ქათამი ხო? ქათამი ყოველ ფეხის ნაბიჯზე იყიდება. სიმართლე გითხრათ იმ ხოჭოების მერე საჭმლის ჭამა ნაკლებად მინდა. მაგრამ ნახოთ თუ რამე საინტერესოს ნახავთ და თან მომშვიდება გავსინჯა. აი ადგილობრივები. ცოტა გამოცდებით ამ ქუჩას და ძირითადად არა, მაგრამ რაღაც ნაწილი ადგილობრივები არის. ევროპელი ტურისტების უმრავლესობა რაც შევამჩნია, არიან იტალიელები. იტალიელები და ბევრი არიან ესპანელები. არ ვიცი რატო, მაგრამ ჭარბობენ. აი ნახეთ მეგობრებო, რას მოვაგენი. აქ რამდენადაც ვიცი, მოსაწევი არის ლეგალური. და ღირს, აი მაგალითად ეს 200 ბატი. აი ხედავთ. აი ესეთი რაღაცები. This cake? Yeah, brownie. And this how much? Sorry, 150. 150. This is already ready, right? Yeah, already. I see ამზადებენ პირდა. Is it legal in Thailand, right? Yeah. No, ჩემი სფერო არ არის. მოსაწევი, მაგრამ ტაილანდში ლეგალური ყოფილა მოწევა. ასე რომ ყველა ფეხის ნაბიჯზე იყიდება, თან იყიდება ოფიციალურად. კარგი, შემოვედით. აი ხა ნახეთ ეს ერთ-ერთი თავარი ქუჩა ამ ღამის გართობის. წამოაბა გავიაროთ აქ და ვნახოთ რა ხდება. ბევრგან არის აი ეს ცოცხალი მუსიკა რა. და როგორც გითხარით, სადაც ცოცხალი მუსიკაა, იქ ბევრი ხალხიც არის. ჩემ ლაპარაკს მე მგონი აზრი აღარ აქვს, ნახეთ აქ რა ხდება. საშინლად რთულია ერთდროულად გადაღება და მოძრაობა ამ ქუჩაზე რა. ესეთი რამე მე ჩემ ცხოვრებაში არ მინახავს. რო გითხრათ ახლა რომ ძალიან ბევრგან ავარ ნამყოფი არა, მაგრამ ესეთი რამე ნახდად არ მინახავს. მაგარია ბანგკოკი. ჩამოდით ბანგკოკში. არინანებით.
მოწყენილ ადამიანს აქ ვერ ნახავდა. ავედი ახლა მეგობრებო, მეც დავისვენებ ცოტას. იმედია მოგეწონათ ჩემი თვალით დანახული ბანგკოკი. იმედია გაერთეთ და იმედია დაისვენეთ. მადლობა ყველას, ვინც უყურებთ ამ ვიდეოებს, ვინც აკომენტარებთ, ვისაც მოგწონთ ან არ მოგწონთ ეს ვიდეოები, არ ვიცი, მაგრამ უყურებთ. დიდი მადლობა ყველას.